ყველას მოგესალმებით საჯარო მოხელეებს პირველ რიგში პატივცემულ სტუმრებს და ჩემს კოლეგა მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში, რომელიც დღეს იხსნება. იუსტიციის სასწავლო ცენტრი გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, არამედ ზოგადად საჯარო მოხელეების ტესტირებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. სასწავლო ცენტრი ბევრი წლის წინ დაარსდა, მაგრამ დღემდე არ ჰქონია მას თბილისში გამართული ინფრასტრუქტურა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელიც სასწავლო ცენტრს მის ერთ სართულზე რამდენიმე ხნის განმავლობაში იფარებდა, მაგრამ დამერწმუნებით და დამეთანხმებით, რომ ეს არ იყო ის ინფრასტრუქტურა, სადაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიძლებოდა მხარში გამართულიყო და გამხდარიყო უფრო მასშტაბური დაწესებულება და გაეშალა თავისი საქმიანობა. ამიტომაც როდესაც მე ჩავიბარე იუსტიციის სამინისტროს უწყება, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელთაც მე მინდა უთხრა ძალიან დიდი გულწრფელი მადლობა, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღეში მათ მოგვიძებნეს ეს შენობა, რომელიც იყო პრაქტიკულად ნანგრევი, ყოფილი სასწავლო დაწესებულება და რამდენიმე კედელი იყო მთლიანად შესაცვლელიც კი. ეკონომიკის სამინისტრომ სწრაფად მოძებნა ეს ადგილი, იმიტომ რომ მათაც ჩვენსავით კარგად ესმით, რა არის სწავლის ფასი და რაც მთავარია სწავლების ფასი, როდესაც ხარ საჯარო მოხელე და გჭირდება იყო მუდმივად გადამზადებაში იმისთვის, რომ არ დაკარგო კვალიფიკაცია. განსაკუთრებული მადლობა მე მინდა უთხრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყველა თანამშრომელს, ყოფილ ხელმძღვანელობას თუ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, ყოფილ თანამშრომლებს და ამჟამინდელ თანამშრომლებს, ყველას, ვინც 2 წლის მანძილზე თავისი აგური დადო იმისათვის, რომ ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე გაკეთებულიყო. ეხლა რა იმედები გვაქვს მომავლისთვის? მე როგორც იუსტიციის მინისტრს ძალიან მინდა, რომ ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სიპებმა და საჯარო მოხელეებმა გამოიყენონ, არამედ გამოიყენოს ყველა სამინისტრომ, გამოიყენოს პარლამენტმა, გამოიყენონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პირადად, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და მათმა საჯარო მოხელეებმა, გამოიყენოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გამოიყენოს კერძო სექტორმა, როგორც მათ მოესურვებათ. ამაში გულისხმობ იმას, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრს დღეს შეუძლია თქვენთვის ყველასათვის სასურველი პროდუქტი შექმნას, თუ კი არ აქვს ასეთი თავის სიაში და შემოგთავაზოთ. ტესტირება ჩაუტაროს თქვენს თანამშრომლებს, როგორც თქვენ გჭირდებათ, ან შექმნას თქვენთვის სპეციალურად განსაზღვრული პროდუქტი და ტრენინგი ჩაუტაროს თქვენს თანამშრომლებს. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში სიპები სისტემატურად ვიყენებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრს და მინდა გითხრათ, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წინსვლა განიცადა პროდუქტის ხარისხმა და ანონიმურობა ამ პროცესში არის ხოლმე 100%-ით დაცული, რაც ნამდვილ კონკურსს როცა ვატარებთ და ასეთებია საჯარო სამსახურში დღეს ჩატარებული კონკურსები, ანონიმურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განგრძობადი განათლება და სწავლება უნდა იყოს ყველა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოში საჯარო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა. და არ მხოლოდ საჯარო სამსახურში, კერძო სექტორშიც. ამიტომ მე მჯერა, რომ ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა თბილისში შეასრულებს თავის უნიკალურ როლს, ყველას დაგეხმარებათ იმაში, რომ სწავლებაზე და სწავლაზე გავაკეთოთ აქცენტი, მერე რა რომ უკვე მუშაობთ. უკვე რომ მუშაობთ, ეს არნიშნავს იმას, რომ სწავლება დამთავრდა. განგრძობადი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და მოგიწოდებთ, რომ ისარგებლოთ ამ ინფრასტრუქტურით, იმიტომ რომ
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სწორედ განათლება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოს ნათელი მომავალი არ ექნება, თუ მთავარი აქცენტი ჩვენ არ გავაკეთეთ განათლებაზე და ძლიერ საჯარო სამსახურზე, რომელიც დამრტყმელი ძალა უნდა იყოს ნათელი მომავლის მშენებლობის საქმეში. დიდი მადლობა.